მთავრობას ამასთან მაქსიმუმ 1500 ლარამდე კომპენსაციის გაცემას აპირებს. Როგორ უნდა მოიქცეს მთავრობა ივანიშვილის მიერ ბიუჯეტში შეტანილი თანხა უნდა მოახმაროს თუ არა დაზარალებულებს? დაზარალებული აუარებელი ზარალია და თუ კი ვინმე რამეს გადაწყვეტს და გამოიმეტებს, ყველაფერი უნდა მოხმარდეს. ჩვენი სოფელია გაჭირვებული, ჩვენ ივანიშვილი ლუბოი ადამიანის თანხას მივიღებთ, მაგრამ რა შუაშია, ვინც გინდა იყოს. დახმარებდოს ძალიან გინდა დახმარება 5 წლით 6 წლით გაუნადგურდით და თუ ვინმე რამეს გამოიმეტებს, რატო არ მივიღებთ? ყველასაც მივიღებთ ადამიანურად. მე ღალატის ტოლფასა თუთლი ამ ყველაფერს ივანიშვილს. არც იმისი ფული გვინდა. იმდენად გაჭირვებული ვარ. აი მართლა საშინელება, მაგრამ მე ესეთი ფული არ მინდა. მართლა არ მინდა გეფიცე. თუ კი ამდენი მილიონები აქვს, მაინც და მაინც პოლიტიკაში, მაინც და მაინც პირველი სკამის დაკავებისთვის რატო იბრძვის? როგორც აქამდე ჩუმად ეხმარებოდა ხალხს, მაშინ უფრო დიდი პატივისცემით ვიყავი გამშვალული, ვიდრე ეხლა როცა ანგარებიანი დახმარება. მე ესეთი დახმარების არ ამცავს. სააკაშვილი რასაც ვიკეთებს, ყოველ შემთხვევაში კმაყოფილები ვართ. ერთჯერობით და უფრო მეც გააკეთებს. არ ამჭირდება ივანიშვილის არაფერი, არც ივანიშვილი მჭირდება. მე სააკაშვილით ვცხოვრობში. ხალხი ისია გაჭირებული ახლა ივანიშვილმა კი არა, ვინც გინდა მოაწოდოს არა, დიდი მადლობელი დაგჭირდა. არ უნდა მიიღოს, თავრობამაც უნდა მიიღოს, ხალხმაც უნდა მიიღოს. ვერ გეტყვი. აი მეორეში. მე რა უნდა შემეკითხე? არ ვიცი რა. უთხრა რატო არ მოაყაროს ეს გამაკეთება? გაჭირებული ხალხია, ამოდელი ხალხია. გახედე რა ამბავია და რატო არ უნდა მოეხმარდეს ამ ხალხს? გაუგებელი რა. არ შეიძლება რომ ყველაფერი რიგზე წავიდეს და ყველაფერი დახმარება და ისეთი ყველაფერი იყოს. ვერ გეტყვი შეიძლება რა ვქნა მე. რატო არ გაუხდა? რა უნდა ხალხ დახმარება უნდა რა ვიცი რა. გამოყოფილი არ და უნდა რატო არ ამის? ჩვენი მთავრობა არ გაძლევს კაცო. ხო რიგდება რა. ჩვენი მთავრობა ვიცავ ვაძლევს ყველაფერი. კომისია არის უნდა ვიკმაროთ, მაგრამ კომისიას 1500 მომხსენ არ არის საკმარისი მაგრამ ჩვენ რამდენიც გინდა მომხსენ არ გვეყოფა, მაგრამ ჩვენი მთავრობა რასაც გვაძლევს უნდა ვიკმაროთ. თუ კი მთავრობას არ აქვს მაინც და მაინც იმდენი საშუალება, თუ კი ვინმე რამეს და შეუძლია ყველაფერი უნდა მოხმარდეს. საპარაუდო. ხალხს უნდა მოახმაროს, მაგრამ შეერი ხო არ დარჩება. არაფერი არ არის ეს რაც დაგვემართა ეს წელეულ კი არა. მემრის იქით ერთი 4 წლამდე მაინც არაფერი არ მოვა. ანას გაურონჩვილო. აბა მას შესერო ვართ გაუბედურებულები და მთელი დანგრეულია ყველაფერი. უნდა მოახმაროს აბარა. რა თქმა უნდა, ალბათ დაზარალების უნდა მოახმარონ. მე რო ფული მქონდეს მე დავეხმარება. დაზარალდი და თავისთავად ცხადია უნდა დახმარდეს, რომ ხალხი რამენაირად ცოტა შიმშილს გადაურჩეს. აბავის უნდა მოახმაროს მაშინ. ერთი 15 ტონა იმსაჭე წამოდიდეს ნახეთ, აბა შეაიქვია ახლოვე. ატამიას ხედა დაბლაყრია იგრე და ზეთ. ჩაველდილე გული გამიხდა თუ წამოელიძ. დაზარალებულები ამახმარებენ. შეჭამე თვითონ მისიქარიან. ისინი შეჭამე და ხალხს არაფერი მიეცემა. გამიგე? აი ესე იქ 100%-იან. კი, აბა უნდა მოახმაროს. თუ დაგვეხმარება რამით კარგს იწევს. რა ვიცი, მთელი სახლების უკრიშები ახლა არის მეზობლის სახლებში ყრია სხვისი კრიში. როცა უჭირს ხალხს უნდა მოახმაროს, თუ უჭირს ჩვენ მთავრობას გადასახადი რომ მისცეს გლეხს. ხალხს თუ მოახმარებს ძალიან კარგი იქნება. ის რაც ჩვენ გვაქვს დამართებული, ნამდვილად გჭირდება დახმარება. ახბარაა. ვის უნდა მოახმაროს? ივანიშვილმა კი არა, თუ გინდა ვინც გინდა იყოს, ვინც გამოიტყავს სურვილი დახმარება, ყველამ უნდა დაეხმაროს, მაგრამ ივანიშვილი ასე ქვია და ქართველი შვილი და სომხის შვილი, კაცო, ვინც გინდა იყოს, დახმარებაა და აუცილებლად კი, კაცო, უნდა დაეხმაროს ხალხს. ივანიშვილი იქნება თუ სააკაშვილი იქნება თუ ვინც იქნება, ყველა თუ კი ვისმეს იმის მარიფათი აქვს, რომ ხალხს რაღაცა შეღავათი მიცეს და რაღაცით დაეხმაროს, ეგრეა. ხალხი გაუბედურებული არავის არაფერი წვანილი აღარ აქვს ბოსტანში. ეს ამოდულა ხალხი გაუბედურებული ზოგი იქნება თავის ჩამაიხჩოს რაღაც იგეთი ამბავია. კი, აუცილებლად. ხალხი ძალიან დაზარალდა. მართალია ეს ბანკის ვალებიც 1 წლით გადაწიეს, მაგრამ ეს ძალიან ცოტაა, იმიტომ რომ ადმინსა და ვენახის მოსავლები 1-4-5 წლით უკან არის გადაწეული. არა უნდა ჭამონ, არა უნდა გააკეთონ. რატომაც არა, უნდა ყველას უნდა ეს პატივი ივანიშვილი იქნება თუ სააკაშვილი იქნება, ამას მნიშვნელობა არ აქვს. რომ ხარში ამოგვიდგეს ორივენი. როგორ არა თუ თვითონ მთავრობა აი სიაგვინას გაურებს, რაც საჭიროა და რაც და როგორ სავართ დაზარალებული, ხო რა კაი, თუ არა დახმარებებზე უარს არასდროს არ ვიტყვით. არ უნდა თქვას მთავრობა.